მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დღეს საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. გამაფრთხილებელ აქციას ოზურგეთი შეუერთდა. სააფთიაქო ქსელები, მარკეტები, ბარ-რესტორნები, რიგითი ოპერატორები, მოლარეები, არქიტექტორები, პედაგოგები ეს არასრული ჩამონათვალია იმ სამსახურებისა თუ პროფესიებისა, რომლის წარმომადგენლებიც დღეს გამაფრთხილებლად გაიფიცნენ. საყოველთაო გაფიცვა შეუერთდა სააფთიაქო ქსელი PSP. PSP მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ფილიალებში რამდენიმე წუთით შეაჩერა მუშაობა. ოზურგეთში არსებულმა ორივე ფილიალის თანამშრომლებმა ბანერებით ხელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ძალადობა გააპროტესტეს. ახალი არჩევნები, უკანონო პატიმრების განთავისუფლება და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეს. იფიცება საქართველოს კამპანიაში 300-ზე მეტი კომპანია იყო ჩართული. პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, თუ რა ეილი საქართველოს იზოლაციის პირობებში. ქართული რეალობისთვის ასე ვიტყოდით, რომ ცოტა უშუალო ფორმაა, თუმცა საკმაოდ ლოგიკური, იმიტომ რომ ამაში მონაწილეობს ბიზნესი და როგორც ვიცით, ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მან უნდა დაინახოს და იგრძნოს ეს ძალა. და ამიტომ ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომელიც არის დღეს და მოკლევადიანია, სამსარ გრძელდება, სწორედ ამის დამადასტურებელი არის. მოთხოვნები არის უცვლელი. ვაპროტესტებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, აი ამ მარაზმს რაც ხდება. გვაქვს უკვე შეგრძნება, რომ არავინ არ გვიცავს, სახელმწიფო არ არსებობს და ყველანი დავდივართ ერთიკაცის ჭკუაზე, რაც ძალიან საწყენია. ყველას გვინდა ჩვენ რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში. გამოვიდეთ ქალაქში და არ შეგვეშინდეს, არ დაგვესხან თავს, არ გვცემონ. გარეთ ქუჩაში მიდის ისეთი პროცესები, რომელსაც არ უსურვება არც ერთ, ასე ვთქვათ, დემოკრატიას და ეს არის ფსევდოდემოკრატია, რომელსაც თავს გვახვევს არალეგიტიმური ხელისუფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითოეულმა ადამიანმა და თანამოქალაქემ გაიაზროს, რომ ვართ ძალიან რთულ, ძალიან ხანგრძლივ პროცესში და მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაცია და გაერთიანება იქნება ის, რაც დაანგრევს ამ ძალას ერთხელ და სამუდამოდ. გაფიცვა არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და პრინციპული ფორმა სოფლიოში, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენც მივმართავთ ამ ფორმას. არის სფეროები, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან დიდხანს ვერ გაიფიცებიან, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და ქუჩაში დააფიქსირონ თავისი პოზიცია. გუშინ გვიან ღამით თავდასხმა მოხდა ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელზე ზვიად ქორიძეზე. თავდასხმელები ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. თავდასხმა მოხდა გუშინ გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო შერატონში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელზე. ზვიად ქორიძეს ბათუმში სასტუმრო შერატონში ჯგუფურად თავს დაესხნენ ქართული ოცნების დეპუტატი თითო სამხარაძე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აჭარის ფინანსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანუელიძე და სხვები. გასულ ღამეს ბათუმში სასტუმრო შერატონში ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ და პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. გიორგი გახარიას დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმაში ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანუელიძე მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული თავდასხმის ფაქტებს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ბათუმში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა, დევნა, ძალადობა, უკანონო დაკავებები მოქალაქეებისა. უნდა გვესმოდეს, რომ თითო სამხარაძეს ყველა იცნობს, მაგრამ გიორგი მანუელიძე არის ადგილობრივია. აჭარული ვერსია თითო სამხარაძესი, ცეხავიკი, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მეგობარია, აზრი არ აქვს ქართული ოცნება რა სიტყვის და რას გაამართლებს. ეს არის სბროდი მოძალადეების, ეს სიტყვა ყველაზე მეტად უხდება, მოძალადეების სბროდი, რომელსაც აუცილებლად ფიზიკურად ვერ ასწდება პასუხისმგებლობის აღება და მათ შორის ის პატიმრობა, რაც ითვალისწინებს კანონის მიერ მსგავსი
გახარიას წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერ თანხმდებოდი მე მასთან წარსულში და სავარაუდოდ ვერაფერზე თუ არა ბევრ რამეზე მომავალშიც ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ერთ რამეზე ყველანი თანხმდებით, რომ იმისათვის რომ მომავალში საკითხებზე ვერ შევთანხმდეთ, ეს მომავალი ჯერ უნდა მოვიპოვოთ. ამიტომ ნებისმიერი კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ დასაგმობია და რა თქმა უნდა ვგმობთ კრიმინალური რეჟიმი ივანიშვილის სახით აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ეს სჭირდება თქვენს მომავალს, ჩვენს მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს. ფაქტები რაც ჩვენ ნახეთ ჟურნალისტის დაპატიმრება და სხვების ბათუმში ახლა გახარიაზე თავდასხმა უკვე პოლიტიკურ ოპონენტზე ამგვარად დასწორება ანგარიშის ეს არის სწორედ დამახასიათებელი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და ამას ვერ შეეგუება ვერც ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის გაწყობა დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მძიმე და უარყოფითი და ვერც საერთოდ საზოგადოება რომელიცთვისაც მიუღებლობა დღეს ამ რეჟიმის კიდევ უფრო თვალმატელი ხდება. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსორება მიწვევეთის ბიზნეს ივანიშვილის მხრიდან, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მოხდა კონკრეტულად სასწავლოში დავალოდოთ გამოძიებას. რაც შეეხება შეფასებებს, ის რომ გახარიას გუნდის წევრები სწორედ ქართული ოცნების სიით შემოვიდნენ 2020 წლის პარლამენტში, ეს საზოგადოება ძალიან კარგად იცის, თავად გახარიას გახსოვთ თქვენ იყო არაერთი მინისტრის თანამდებობის პირი, მინისტრი ქართული ოცნების ხელისუფლებაში და ბოლოს იყო თავის ცნობილ პალატამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ძალადობა არის მიუღებელი, იცით თქვენ ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს აუცილებლად, ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ, მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლო ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელის მიმართ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკის პასუხად 14 იანვარს 17 საათიდან 20 საათამდე გაიფიცა საქართველოში კრიტიკული მედიების სრული უმრავლესობა, მათ შორის Guria TV. ასეთი იქნება საქართველოს კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმრას. ჩვენ გავიფიცეთ მსგავსი წარწერა ჩანდა მხოლოდ 3 საათის განმავლობაში ტელეარხების ეკრანებზე, ონლაინ მედიების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში. კადრი, რაც დღეს ვნახეთ სასამართლო დარბაზში ამ შუშის მიღმა, ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისერი ადამიანი ამ პროფესიაში. ასეთი კადრები ჩვენ გვინახავ ზუსტად რუსეთში, ბელარუსში და მქონია რაღაც განცდა, რომ ჩვენთან ეს ხო ვერ მოხდება. ჩვენთან ჯერ ეს ვერ მოხდება, ჩვენთან ეს მოხდა და ჩვენთან ეს იქცევა ნორმა. დღევანდელი ეს 3 საათიანი ჩაბნელება ეკრანის საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ ეს სიბნელე არ გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე. ამ 3 საათის განმავლობაში ალბათ მაყურებელმაც უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს ინფორმაციული ვაკუუმი. მაშინ როცა ქუჩაში ხდება საშინელებები, მასობრივი დარღვევა ადამიანის უფლებების, არა მხოლოდ ქუჩაში, სასამართლო დარბაზებში, ციხეებში და ამის შესახებ ვერავინ ვერ ყვება. ეს 3 საათიანი ჩაბნელება ეკრანის არის სწორედ ამისთვის საჭირო, რომ ვთქვათ, რომ აი ეს იქნება თუ ამას არ გაუწევთ წინააღმდეგობას. საქართველოში მედიისთვის შექმნილი პრობლემების ახალ ფაზაში გადავედი, თუ აქამდე საკანონმდებლო რეგულაციების, ფინანსური თუ სხვა სახის იზოლაციის მეშვეობით იქნებოდა პრობლემები, ახლა უკვე ფიზიკურ თავდასხმებს მიღმა ქუჩაში და გარეთ ხელისუფლება გადავიდა ფიზიკური იზოლაციის, ანუ დაპატიმრებების ეტაპზე. ეს არის ის ფაზა, ის მდგომარეობა, რომელსაც უკვე განსაკუთრებული რეაქცია და გამოხმაურება ჭირდება არა მარტო მედიის საერთო სოლიდარობის გამოხატვის კუთხით, არამედ საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილის ჩართულობის კუთხითაც. ამიტომ ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ გამოვხატავთ ახლა სოლიდარობას არა მხოლოდ მზიას, მაგრამ უშუალოდ კონკრეტული მედია საშუალებების დამფუძნებლის პატიმრობასთან მიმართებაში, ეს არის მცდელობა შექმნათ გარკვეული წარმოდგენა, რას ნიშნავს კრიტიკული მედიის არარსებობის პირობებში, საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში ცხოვრება მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენს მაყურებელს მრავალათასიან აუდიტორიას მთელ საქართველოს უჩვენეთ, რა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა. დღეს თავისუფალი მედია, თავისუფალი სატელევიზიო არხები ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას, იმიტომ რომ თითოეული მოქალაქე იყოს კიდევ უფრო მეტად დაცული. დღეს ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე,
როდესაც ხვალ ვინ აღმოჩნდება ციხეში, რომელი ჟურნალისტი ან რომელი ტელეწამყვანი აღარავინ აღარ ვიცით. მზია ამაღლობელის დაკავებამ და წინასწარ პატიმრობაში გაშვებამ ყველაზე ნათლად გამოაჩინა ამ რეჟიმის სახე და ამ რეჟიმის რეალური განზრახვა. ტრადიციული კალანდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. აგუნა ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა, თეატრალური პერფორმანსები და კულინარიული მასტერკლასი. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი. აგრეთვე გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ჯგუფ რეგიონის კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. კონგრესმენო, მადლობა დროის დათმობისთვის. ახალი მოწვევის კონგრესში 2 აქტია ინიცირებული საქართველოს შესახებ, რას ნიშნავს ეს აქტები ქვეყნისთვის და მისი მმართველი გუნდისთვის. ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართულ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს. ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა. ეს ივანიშვილის ხალხია. მას ქართული ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს. იქიდან, სადაც ფიქრობ მას სურს რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა. გვაქვს მეგობარი აქტი. პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართული ოფიციალური პირის მიმართ, ოცნების გუნდის მიმართ, რასაც მე კოშმარულ გუნდს ვუწოდებ. ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან ურთიერთობას დაუბრუნდეს. იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა. მაგრამ ახლა ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით. გვაქვს კიდევ ერთი აქტი, რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყოს სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას. ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი. არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები ქართული ოცნების მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდა ციხეებში არაადამიანური პირობები და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა. მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად მეგობარი აქტი ახალი მოწვევის კონგრესს განახლებული სახით უკვე წარედგინა, თუმცა რატომ ჩათვალეთ აუცილებლად არაღიარების აქტის ცალკე წარდგენაც? რა დამატებით შრესს ძენს ეს უკვე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ ზომებს? რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის როლს თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს და მისი სანქცირებისასაც თქვით, რომ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. თუმცა ჩვენ არ გვინახავს საქართველოს ხელისუფლების მოქმედი ოფიციალური პირების, მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის ლიდერების მიმართ ფინანსური სანქციები. რას ნიშნავს, ან რა გზავნილია უშუალოდ ივანიშვილის სანქცირება?
ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის მუშაობის მიწურულში ვართ და ვფიქრობ, მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი. მნიშვნელოვანი იყო მისის დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია. ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა. ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს, მანამ სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.